ქრისტეს მიერ საყვარელო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სასოება უფლისადმი, ანუ იმედი ღვთისა. აი ამ თემის შესახებ კარგად არის საუბარი, კარგი მაგალითია ამ თემაზე საუბრისათვის აღდგომიდან მეოთხე შვიდეულის საკვირაო სახარება, რომელიც წარმოაჩენს სწორედ თუ რა არის, რას ნიშნავს ღვთისადმი სასოება, ანუ იმედი ღვთისა და რაოდენ მნიშვნელოვანია იგი. და ეს თემა არის ამ სახარებაში ერთ-ერთი უმთავრესი და უპირატესი. უნდა ითქვას, რომ აღდგომიდან პირველი კვირის თემა იყო სარწმუნოების სიმტკიცე, სარწმუნოების სისუსტის აღმოფხვრა, დაძლევა სარწმუნოებრივი რყევისა. მეორე თემა, შემდეგი კვირისა უკვე მეორე შვიდეულისა, უკაცრავად აღდგომიდან პირველი კვირა, ანუ მეორე შვიდეულის კვირა იყო სწორედ წმენასთან დაკავშირებული, ხოლო მესამე შვიდეულის კვირა, მენელსაცხებლე დედათა კვირა, სწორედ სიყვარულის სათნოებასთან იყო დაკავშირებული, რომ აი სიყვარულის სათნოება, წმენა სიყვარულის სათნოების გარეშე რასაკვირველია, უნაყოფოა, მკვდარია და რომ რწმენასთან ერთად აუცილებელია სიყვარული. და აი აღდგომიდან, ესე იგი, მეოთხე შვიდეულის საკვირაო სახარება გვესაუბრება სასოებაზე. ანუ აი სამი უმთავრესი სათნოება, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. აი ეს სამი კვირა, სამივე ამ მთავარ სათნოებას ეხება და აი ეს ამ კვირა დღეს საკვირაო წირვაზე იკითხება სწორედ სახარება იოანე ღვთისმეტყველისა მეხუთე თავის პირველიდან მე-15 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათა და აღვიდა იესო იერუსალიმთ. და არს იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას ტბა, რომელსა რქვიან ებრაელებრ ბითესდა და 5 სტოვა იყო. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, ბრმები, მკელობლები, განმხმელები, რომელნი მოელიეთ წყლისა მის აღმოღრევასა, რამე თუ ანგელოზი წლითიწლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამღრივის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმღრევასა მას წყლისასა განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არ სნეულებითა. იყო ვინმე მუნკაცი, რომელსა 38 წელი დაეყო მრავალი წელი უძლურებასა შინა, ესე იხილა იესო მდებარე და გულისხმა ხო, რამე თუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. რქუა მას იესო, გნებავსა რაითა განიკურნო. მიუგო უძლურმან მან და რქუა, უფალო, კაცი არა მაქუს, რაითა რაჟამს წყალი ესე აღიმღრუეს, შთამცა მაგდო საბანელსა ამას, ვიდრე მე მოვიდოდი. სხვა უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. რქუა მას იესო, აღდეკ, აღიღეც ხედარი შენი და ვიდოდე. მეხსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ხედარი თვისი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი. შაბათი არს და არაჯერ არს შენ და აღება ხედარი შენი.
ხოლო მან მიუგო და რქვა მათ, რომელმან იგი განმკურნა მე, მან მრქუა, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ჰკითხვიდეს უკვე მას ჰურიანი იგი და რქვეს, ვინ არის კაცი იგი, რომელმან რქუა შენ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ხოლო განკურნებულმა მან არა უწყოდა ვინ არის, რამე თუ იესო მიეფარა, რამე თუ ერი იყო ადგილსა მას. ამისა შემდგომად პოვა იგი იესო ტაძარსა მას შინა და რქუა მას, აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარას სოდავ, რაითა არაუძვირესი რაიმე გეყოს შენ. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ იესო არის, რომელმან განმკურნა მე. ესე იგი, უპირველესი აი ამ სახარებაში, რასაც ჩვენ გაოცებას, ესე იგი, იწევს, ჩვენ გაოცებას აღარ იწევს ის, რომ მაცხოვარის უდიდესი სასწაულთ მოქმედია. ჩვენ გასაკვირველია ყოველი სასწაულის ასეთი მოსმენა, ამბის გაგება ეს უდიდეს სიხარულს იწევს ყოველ ადამიანში, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი უფრო დიდი რა შეიძლება იყოს, ეს არის სასწაული, რომელიც შეიძლება ითქვას, რომელსაც უძლური ადამიანი აღასრულებს. და რა არის ეს სასწაული, რომელსაც უძლური ადამიანი აღასრულებს? ეს არის სწორედ ერთ-ერთი სასწაული არის სათნოება. რატომ არის ეს სასწაული? სასწაულია იმიტომ, რომ ადამიანის ბუნება არის დაცემული, არის მიდრეკილი ცოდვისადმი და როდესაც ადამიანის ბუნებაში ადამიანის მიერ ხდება თავისი ბუნებაზე მაღლა დადგომა, ეს ნამდვილად არის სასწაული. ეს ნამდვილად არის დიდი ფერისცვალება და დიდი ესე იგი, ღვთის რასაკვირველია მადლის მოქმედება, გამარჯვება და სხვანაირად ვიტყვი თუ შეიძლება, რომ ღვთის სასწაული მთავარი შედეგი არის არა რაღაც ესე ვთქვათ ბუნებრივი ცვლილება იქნება ეს სტიქიური ასე ვთქვათ რაღაც მოვლენების მიმართ უფლის ძალის გამოვლინება და მათი ცვლილება თუ ადამიანის ჯანმრთელობის ცვლილება, არამედ სასწაულის მთავარი მიზანი არის ადამიანის შინაგანი ფერისცვალება, იმიტომ რომ აი შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს სასწაული და ადამიანმა ვერ გულისხმახოს იგი და ვერ მიიღოს აი ამ ფიზიკური რაღაც სიკეთის შედეგად აი სულიერი სიკეთე, ანუ სულიერი სარგებელი ვერ მიიღოს. და აი, როდესაც ადამიანის სულში ხდება ასეთი სულიერი გამარჯვება, აი ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სამყაროში ღვთის ძალამ გამოიღო ნაყოფი. არის, როდესაც ღვთის ძალა ნაყოფს ვერ გამოიღებს, ფიზიკურად შეიძლება გამოიღოს, მაგრამ სულიერად ვერ გამოიღებს და ეს არის ტრაგედია და აი რა ნაყოფი შეიძლება ითქვას, რომ გამოიღო ამ ადამიანში, რა სულიერი ნაყოფი გამოიღო ღვთის მადლმა. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ, რომ ეს საბანელი, რომელსაც ქვია ბითესდა, ასევე ცხოვართა საბანელი, ეს იყო იერუსალიმის, ასე ვთქვათ, ცხოვართა კარიბჭე იყო ასეთი, ერთ-ერთი შესასვლელთან ახლოს, ასევე ამ კარიბჭეს გეციმანის კარიბჭეს, სტეფანე პირველმოწამის კარიბჭესაც უწოდებდნენ და აი სწორედ აქ მიბრძანდება იესო ქრისტე და იგი ხედავს ადამიანს, რომელიც 38 წლის მანძილზე არის ესე იგი დამბლად აცემული, პარალიზებული და ძალიან დიდი გაჭირვებით გადაადგილდება
ზოგიერთ კიდევ უფრო მძიმე აი ამ დავრდომილებისგან განსხვავებით, ასეთი სნეულების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი გაჭირვებით გადაადგილდება და იქ ამ ტბასთან არის ეს კაცი და ამ საბანელს, ანუ ამ ტბას წელიწადში ერთხელ, ესე იგი შეეხებოდა ანგელოზი, ღვთის ანგელოზი და წყალი აიმღვრეოდა. და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ვინც პირველი შევიდოდა ამ ამღვრეულ წყალში, ის განიკურნებოდა და მრავალი ასეთი სნეული და დავრდომილი იყო ამ ტბასთან და ელოდებოდა წყლის ამღვრევას. მათ შორის ეს სნეული 38 წლის პარალიზებული მამაკაცი. და საოცარი ის არის, რომ 38 წელია ეს ადამიანი ელოდება რომ იგი შეძლებს მივიდეს ტბასთან, როცა დაინახავს ამღვრეულ წყალს, შევიდეს ამ ტბაში და ვერ ახერხებს. რატო? იმიტომ რომ მას არავინ არ აყავს გვერდში, რომ დაეხმაროს და სხვები ასწრებენ და 38 წელი ეს ადამიანი არ ტოვებს ამ ადგილს და არ კარგავს იმედს, რომ დადგება ჟამი, როდესაც იგი შევა ამ წყალში. აი ეს არის, ამას ქვია სასოება, ამას ქვია უმტკიცესი სასოება, მაგალითი ესეთი შეურყეველი სასოებისა, ანუ იმედისა ღმერთისადმი და რატო აქვს ასეთი იმედი და ასეთი სასოება ადამიანს, ასეთ მძიმე სნეულ ადამიანს. აი ამაშია სწორედ საქმე, როგორ შეიძლება კონდეს ადამიანს ასეთი სასოება. და აი პასუხი ამაზე გახლავთ შემდეგი. რომ ადამიანს სასოება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი მას აქვს ღრმა განცდა თავისი ცოდვილობისა და წმენა იმისა, რომ მისი აი ეს მძიმე მდგომარეობა არის შედეგი მისი ცოდვებისა. რადგანაც თუ ასე არ იფიქრებს ადამიანი, იგი ვერ შეძლებს მოითმინოს. ანუ ადამიანი ღებულობს აი ამ განსაცდელს, როგორც დამსახურებულ სასჯელს თავისი ცოდვებისათვის. და რადგანაც იგი ღებულობს, ესე იგი აქ ჩანს რა მთავარი სათნოება, სიმდაბლე და სინანული. ანუ ადამიანი აღიარებს ღვთის წინაშე თავის არასრულყოფილებას და შესაბამისად მრავალ არასრულყოფილ ქმედებას, რაც ნიშნავს ცნებების დარღვევას და აქვს ამის გამო სინანული და ღრმად სწამს, რომ მისი ცოდვების გამო იგი ისჯება. იგი ისჯება არა მარტო იმითი, რომ სნეულია, იგი კიდე იმითი ისჯება, რომ მას გვერდში არავინ არ აყავს. ესეც სასჯელია. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაგალითი ზუსტად ასეთივე უძლურის, რომელიც მასზე უფრო მეტად უძლური იყო, საერთოდ სიარული არ შეეძლო, საკაცეზე იწვა და მას ყავდა ახლობლები და არა უბრალოდ, ესე ვთქვათ, მეგობრები, არამედ ისეთი მეგობრები, რომლებიც ზათ იყვნენ მისი გულისთვის შეუძლებელი გაეკეთებიათ, გახსოვთ ეს ამბავი, როგორ ესე იგი მრავალი ხალხით გარშემორტყმული იესო ერთ-ერთ ოჯახში, ვერავით ვერ შეაღწევდნენ ამ საკაცით, ამ დავრდომილის საკაცით ეს მისი მეგობრები და სახურავი ახადეს სახლს და ჩაუშვეს. ეს ფაქტიურად წავიდნენ რაღაცა მსხვერპლზე წავიდნენ, შეიძლება ამისთვის რაღაცა მათ უსიამოვნებაც კი შეხვედროდათ. ყველაზე ცოტა ის, რომ მათი საქციელის გამო შეიძლება ამ ადამიანს კურნების ღირსი არ გამختارიყო, რაღაც დაესაჯათ იგი, არ მიეღოთ იგი. აი, მოკლედ ასეთი მეგობრები ყავდა და ამას არც არავინ არ აყავს. ესეც ცოდვების შედეგია. მაგრამ მიუხედავად ესეთი განწირული მდგომარეობისა, ესე იგი არის პარალიზებული, ვერ მიდის ტბასთან და მაინც რჩება ამ ტბასთან 38 წელი.
38 წელი, ესე იგი ერთ ადგილას არის ადამიანი და სჯერა რა პირველი რომ ეს მისი ასეთი ძიმე ბედი, ასეთი მისი ძიმესნეულება და აი ეს რომ ვერ ხდება ამ ძიმესნეულებისგან განთავისუფლება, რომ ეს არის ღვთისგან დაშვებული. და კიდევ რა სჯერა, რომ უფალი იმდენად მოწყალეა, რომ დადგება ჟამი და როცა უფალი ჩათვლის, ის ამ ცოდვისგან განთავისუფლდება. აი ეს არის საოცრება. აი ეს არის სწორედ აი სასოება შეუძლებელია ამ ორი შინაგანი აზრისა და ამ პოზიციის ასეთი ხედვის გარეშე. ასეთი სულიერი ხედვის გარეშე. ანუ სწორედ სასოება იბადება იქ, სადაც არის განცდაი თვისთა ცოდვათა, განცდაი თავისი არასრულყოფილებისა, ანუ სიმდაბლე, თავდაბლობა და განცდაი სწორედ აი საკუთარი დანაშაულისა და დამსახურებული სასჯელის. და კიდევ განცდა ღვთის უსაზღვრო მოწყალებისა, რომ მიუხედავად აი ესეთი მძიმე ცოდვებისა, ღმერთი აუცილებლად ადრე თუ გვიან, როცა არ უნდა იყოს ეს, ახლა 38 წელი ძალიან ბევრია, არ მიატოვებს. და აი ეს მისი ეს სასოება, ეს მოლოდინი გამართლდა. გამართლდა მაცხოვარი მიდის და აღადგენს ამ ესე იგი ამ განრღვეულს. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარებისა და აი როგორც უკვე ვახსენეთ, სამი მთავარი სათნოებაა: რწმენა, რწმენის ნაყოფი არის სიყვარული და რწმენის ნაყოფი არის სასოება. ოღონდ აი რწმენა, როგორც თქვით, თვითონ რწმენაც იბადება სიმდაბლიდან და სინანულისგან. როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ არასრულყოფილებას, ერთადერთი რისი იმედით შეიძლება მას კონდეს, ერთადერთი რაზეც შეიძლება მან, რასაც შეიძლება ის დაეყდნოს და რაღაცა ნუგეში რომ ეს არასრულყოფილება დაიძლევა და აი ამ ფაქტობრივად არასრულყოფილება ნიშნავს ნაკლულევანების, უძლურების განცდას, ანუ მრავალ სნეულებას, სულიერს თუ ფიზიკურს და ტანჯვას, აი ამ არასრულყოფილებას, რომ ეს ტანჯვა დამთავრდება და რომ ეს შეიძლება არსებობდეს ძალა, სრულყოფილი ძალა, რომელიც ამ არასრულყოფილს სრულყოფილებამდე აღამაღლებს. აი ეს არის რწმენა ღმერთისა და სწორედ ეს რწმენა არის ძლიერი მაშინ, როდესაც ადამიანი აღიარებს თავის არასრულყოფილებას და ამბობს, რომ უნდა იყოს რაღაცა ძალა, კეთილი ძალა, რომელიც მას უშველის. ეს არის რწმენა და მეორე ეს არის სინანული, რომ თუ რამე ცუდი ხდება ადამიანის ცოდვის გამო და არა იმის გამო, რომ ღმერთი არ წყალობს მას. პირიქით ღმერთი წყალობს, მაგრამ ადამიანი ამ წყალობას ვერ იყენებს და აი ეს სასოება, რომ მიუხედავად ჩვენი ცოდვილობისა, ღმერთი შეგვიწყალებს და მოგვანიჭებს ძალას და აი რწმენის ნაყოფი არის სწორედ სასოება და სიყვარული და ეს სამი კვირა, თომას კვირა, მენელსაცხელმელ დედათა კვირა და ეს მეოთხე კვირა, ეს სწორედ ამ სამ სათნოებას, სარწმუნოებას, სიყვარულს და სასოებას გვახსენებს და აი ჩვენც უნდა მოვიპოვოთ ეს სასოება, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება, თანამედროვე ცხოვრება ახსავსია მრავალი ესეთი მოულოდნელი ესეთი განსაცდელებით, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს არ აკლდა ადამიანს, თითქოს ეხლა კიდევ უფრო გახშირებულია ეს განსაცდელები და აი ამიტომ ხშირია ადამიანის ესეთი შინაგანი ფორიაქი, ასე ვთქვათ, გულგატეხილობა, უიმედობა, ესეთი დაძაბულობის, ესე ვთქვათ, ძლიერი დაძაბულობა და მოუთმენლობაც მოდის აქედან. მოუთმენლო ადამიანი ვეღარ ითვლეს. აი, რატომ არის ეს თვითმკვლელობები ასე ხშირად? იმიტომ რომ ადამიანები, ესე იგი, არა მარტო ის, რომ ვერ უძლებენ ტკივილს, სულიერს თუ ფიზიკურს, არამედ იმედი არა აქვთ, რომ ეს დამთავრდება.
და კიდევ თავარი არა აქვთ განცდა იმისა, რომ ეს არის ცოდვების შედეგი, მათი ცოდვების შედეგი, რომ ეს არის სრულიად კანონზომიერი მდგომარეობა და რომ შეიძლება თუ ადამიანი აღიარებს თავის ცოდვებს და დაელოდება, ესე იგი, მხსნელს, რომ იგი განთავისუფლდება. ის სწორედ ეს რწმენის ნაკლებობა, სინანულის ნაკლებობა, იმედის ნაკლებობა იწვევს თვითმკვლელობებს და აი ეს სასოება კი იწვევს სწორედ ადამიანის გამართლებას. იმედს ღმერთი არ გაუცრუებს, მაგრამ რატომ არის რომ ზოგჯერ ეს ხდება უფრო ადრე, ზოგჯერ ეს ხდება უფრო გვიან. აი მაცხოვარმა განკურნა 12 წლის მძიმე სნეული დედაკაცი, აქ 38 წელი, რატო ვთქვათ უფრო ადრე არა? აი ეს კიდევ დიდი საიდუმლოებაა, რადგანაც ყოველ ადამიანის სულიერ სამყაროში სხვადასხვა სახის არის ცოდვა და სხვადასხვა სახის განსაცდელი ჭირდება აი ამ შინაგანი სნეულებისაგან განთავისუფლებას. ამიტომ ზოგჯერ ეს ხანგრძლივდება, ზოგჯერ უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ თავარი რა არის, რომ როდესაც ჩვენ განსაცდელში მოთმინებით, იმედით, აღვიჭურვებით და რწმენით, აღვიჭურვებით, ეს უკვე არის ღვთისმსახურება. ეს უკვე არის ადამიანის შემოქმედება, სულიერი შემოქმედება. ადამიანი ადიდებს ღმერთს, აღიარებს მის აბსოლუტურ სიკეთეს, აბსოლუტურ სამართლიანობას, აბსოლუტურ სიყვარულს და ყოვლის შემძლეობას. და მანიც ის, რომ თუ რაღაც ასეთი ხდება მის მტკივნეული, რომ ეს ჯერ ერთი არის შედეგი მისი არასწორი, ასე იგი, ცოდვების შედეგი არასწორი ცხოვრებისა და მეორეც ეს დაშვებულია უფლისაგან, რათა ადამიანის აი ამ ასე ვთქვათ სნეულებით აღმოიფხრას, განიწმინდოს ადამიანის სულში მისი სწორედ ეს მცირედ მორწმუნეობა, მისი უსიყვარულობა, ამპარტავნება და რომ აი ამისთვის არის ეს დაშვებული და რომ ეს არის წარე, მაგრამ წამალი უფრო მძიმე სნეულებისგან, ანუ სულის წარწმედისაგან გადასარჩენად და როცა ადამიანი ასე უყურებს, მაშინ მას არა თუ უჭირს ამის დათმენა, არამედ მადლიერი არის, რომ ხდება მისი სულის გაჯანსაღება და გადარჩენა. თუ ეს ტანჯვა ძიმეა ფიზიკური, რამდენად დიდი იქნება და ეს დროებითია, წარმავალია, რამდენად იქნება სულიერი ტანჯვა, რომელიც დაუსრულებელი და მარადიულია. ამიტომ აი ამ არჩევანის წინაშე ადამიანი მზად არის ეს დაითვინოს, აი ჩვენ ნებისმიერი ადამიანი მიდის ოპერაციაზე, რომელიც ალბათ უმრავლეს შემთხვევაში ძალიან ძიმეა, მტკივნეულია, მაგრამ იმის იმედით, რომ ამის შემდეგ ის განთავისუფლდება აი ამ სნეულებისაგან და კიდევ უფრო მისი გართულებისაგან, რომელმაც შეიძლება მისი სიცოცხლე შეიწიროს, ადამიანი მზად არის. აი ესევე ჩვენი განსაცდელები ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც წარე წამალი და აუცილებლად ის დაგვირგვინდება, ესე იგი უფლის მიერ ჩვენი არა მარტო სხეულის განკურნებით, არამედ სულის განკურნებითაც. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარებისა. ამ სახარებაში რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმას, რომ შაბათი ეს იყო ღვთისგან დადგენილი წესი, რომელიც არასწორად განმარტეს ჟულის მეცნიერებმა, მწიგნობრებმა, ფარისევლებმა. რატომ განმარტეს არასწორად? მათ მიაქციეს შაბათის ზედაპირულ მხარეს. რატომ მიაქციეს ზედაპირულ მხარეს ყურადღება? იმიტომ, რომ შინაგანი ცხოვრება მათი არ მიმდინარეობდა. მხოლოდ გარეგნულ ცხოვრებას მიანიჭეს ყურადღება და შესაბამისად აბსურდამდე მივიდნენ, რომ შაბათ დღეს სიკეთის გაკეთება არ შეიძლება.
ამიტომ საგანგებო ჩაბა დღეს აღასრულებდა სასწაულებს, რისთვისაც რასაკვირველია, მას ღვთისმგმობელად აცხადებდნენ, ჟულის დამარღვეველად აცხადებდნენ, ეს იცოდა მათ ხო არ მაგრამ ასე იქნებოდა, მაგრამ ამხილებდა მათ სრულ სწავლებას და ესეც კიდევ ერთხელ არის სწავლება იმის შესახებ, რომ ჩვენ თუ სწორი სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობთ, ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მორწმუნე ადამიანის მდგომარეობაში, რომელიც შინაგანად ღმერთთან კავშირს წყვეტს და მხოლოდ გარეგნულად არის მასთან და აი ვისაც სინანული გვაკლდება ან გვისუსტდება, ჩვენ აი მივდივართ სწორედ ამ ფარისევლობისკენ და თუ ღრმად ჩავიხედავთ ჩვენ გულში, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი სინანული გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე თქვათ სხვათა ცოდვების განცდა და სხვათა ცოდვების მიმართ უკმაყოფილება, ანუ ჩვენ უფრო უკმაყოფილები ვართ სხვათა ცოდვების გამო, განსაცდელშიც ჩვენ სხვას ვადანაშაულებთ, ჩვენ საკუთარ თავს კი არ ვადანაშაულებთ. აი სწორედ ამ შემთხვევაში აი ეს პარალიზებული რომელიც განკურნა უფალმა და ეს ფარისევლები სწორედ ეს ერთმანეთის საპირისპირო მდგომარეობა, რომ პარალიზებული იმიტომ განიკურნა, რომ ქონდა განცდათვის და ცოდვათა და ეს ფარისევლები იმიტომ არიან ამ ცოდვაში, რომ არ აქვთ განცდათვის და ცოდვათა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ დავინახოთ ჩვენ ვერც უახლოვდებით თუ ვცილდებით, ჩვენ და დავაკვირდეთ ჩვენ თავს, ჩვენში იზრდება საკუთარი ცოდვების განცდა, პასუხისგებლობის განცდა, თუ მცირდება. და სამწუხაროდ ის ფაქტი, რომ ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებას აუცილებლობას ვერ განიცდიან, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ადამიანების იმ ნაწილში, რომელიც ვერ ხედავს ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას, არ არის განცდაი თვისთა ცოდვათა ისეთი სათანადო, რომ შეაწუხოს და მივიდეს უფალთან და მისი მსახურის საშუალებით განთავისუფლდეს აი ამ ცოდვებისაგან. აი ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება გვწამდეს ღმერთი, მაგრამ ვცილდებოდეთ მას და ნამდვილი რწმენა ეს არის საკუთარი არასრულყოფილების ხედვა, საკუთარი ცოდვების განცდა, რწმენა, რომ მხოლოდ ღმერთ შეუძლია ჩვენი არასრულყოფილებიდან გამოყვანა სწორედ ღმერთის წყალობით იმედი, რომ ეს მოხდება, როცა ჩვენი სულისთვის ეს უკეთესი იქნება, მაშინ მოხდება და რომ ჩვენ უნდა მადლობდეთ ღმერთს და უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი და უნდა მთელი არსებით ვემსახურებოდეთ ღმერთსა და მოყვას. აი ეს არის ის რაც ადამიანს დაახლოებს, მუდმივად დაახლოებს ღმერთს და ყოველივე ამის საპირისპირო ამპარტავნება, განკითხვა მოყვასისა, უიმედობა, გულკადეხილობა, შემდეგ მოყვასის სიძულვილი და ბოლოს ეს ღვთის გმობამდეც კი მიდის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიმყოფებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში და გილოცავთ და გახარებთ კიდევ ერთხელ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისმა მადლმა აღადგინოს ჩვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა და მრავალ დღესასწაულს დააგასწროთ.